გჯერეთ თუ არა სასწაულების? ჯერა რა. მომხდარა თქვენ ცხოვრებაში რამე ფაქტი, რასაც სასწაულს მიეწერდით? ღმერთს ველაპარაკები ეს არ არის სასწაული. რას ელაპარაკებით ხოლმე, შეგიძლიათ გითხრათ? თხოვე დალაპარაკება და გამელაპარაკე. გასაღები გამომიგზავნა. რისი გასაღები? აი დედახთისა და მესის ბრა რომ მომიტანა შეგასაღები აიღე. თუ რა გასაღებია ეს ჩემი ეს თქვენია დაგავიწყდა თუ. ავიღე ასე და აი მის მერე სმენა გამეხსნა. არ გესმოდათ და ღმერთის არა. ღმერთის ხმა და აი რომ სულების ხმა მესმის ყველასი ვაპარაკე. რა საუბრობენ ხოლმე, მოგვიყვებით? რას და დედამიწაზე თავდება ცხოვრება ახლა. თავდება ცხოვრება? დედამიწა უნდა ჩაინგრესო და ისე გადატვირთულიო. ჩაოხრებული იმდენი რამეები რომ მოკლედ ჩვენებს გადავარჩენთო, ჩამოვალთო. ღვთის სული ვისაც აქვს, ნათელის დანარჩენებიო, ჩვენ რომ გავალთო და იხოცებიანო, ჰაერი არ ექნება, წყალი არ ექნებათო. ახლა მომავალში? ამ წელს. წელს 2025 წელს? და თვის ბოლოსაც იდახიან. ამ თვის ბოლოს? ესე გითხრათ ხმამ. ასეთ. ამათმა არიციანო, ესენიო ბრიყვები არიანო, არაფერი არიციანო. ესენიო იმათ გააჩინეს როგორც რობოტები. პირველ ეს მითხართ, თქვენ რობოტები ხართ, ჩვენ გმართავთ. როგორ მეტყვი? აზრებითო, აზრი საიდან მოდის? მერე უყურებ, ნაუკას უყურებ და აზრი ვერ მონახეს თავში არ არის ადგილი აზრის. რამე რჩევას ხომ ვერ მოგცემდით, როგორ შეიძლება გადავირჩინოთ თავი ამ პირობებში? ეს აი 10 მცნება მივეციო ხალხსო და ერთი ესო უნდა შეესრულებინათო 10 მცნება, რომ სულით ნათელი სული. ანუ ვინც 10 მცნებას იცავს, ის გადარჩება და ვინც არა? ვისაც ნათელი მე უთხარი, აი რომ მეუბნებიან, რომ შენ გელაპარაკება და ჩვენ რატო არაო? რა უთხრა თქვა? ასე უთხარი, რომ ვირეს თვითონ ელაპარაკონო, მე ვიცი ვის ველაპარაკებიო. ჩვენ გამოგიგზავნეთ ესენი ყველა ღვთის სულით არის მოსულიო. დანარჩენები რობოტები რო შექმნესო, მე არ მივეციო სული. და მაგენმა მიქცესო ცხოველების სულები ჩაუდგესო. რობოტებს? აი რობოტი ადამიანი მაიმუნისგან შექმნეს, მე გალამაზეს ცოტა ჩაუდგესო ჩემი შვილების გენები. და მაგრამ სულიო იმისი აქვს, ცხოველისო და არაფერი არ ეშველება იმას. არ მომხდარა თქვენ ცხოვრებაში რამე სასწაული? არა. დღეს სასწაული? არა, სასწაული. არა. არა. არ გჯერათ სასწაულების არსებობის? მე ღმერთი სამწამს. და ღმერთი არ არის სასწაული? კი, მაგრამ მე ღმერთი მფარავისა, მაგრამ ხალხის არ ამჯერავს არაფერი, არეულობა და აი მე რომეს დაუჯერო, არ ვიცი, მე ღმერთის იმენდი მაქვს. ეს დამახსოვრეთ. ღმერთი უფრო კარგად ლიჟბიკაია, ხალხი არ ვარგა. აი ეს დამახსოვრო, მე ჩემი დალოცვა მოგაგონდებათ. არაფრის ღმერთი გვარანდეს, მადლობა. კარგად. სასწაულების გჯერათ? კი. რა გაძლევთ მაგის საფუძველს? რამე სასწაული მოხდა თქვენს ცხოვრებაში? არა, მაგრამ ჯერა, იმიტომ რომ ვიცი რომ ამ სიტუაციიდან დავაღწევთ თავს, რაშიც ახლა ჩვენ ვართ. რა სიტუაციას გულისხმობ? რავი, კაი ხდება რამე ხა დავიჯერო. მე გულისხმობ რამე უფრო მართლა სასწაულს. არა რეალურ სასწაულების კი, იმიტომ რომ 17 ვარ ახლა, დაახლოებით 15 წლის განმავლობაში ალბათ სუის მინდა რომ ძალიან კაი მეგობრები მყოლა და ზუსტად ის წრე მყავს ახლა ვიზაც ამდენი ხანი ოცნებობდი. თვლი რომ სასწაულია? კი. ანუ ამ ცხოვრებაში კარგი მეგობრების ყოლა სასწაულად მიგაჩნია? უნდა დაიმსახურო ალბათ, არ ვიცი. მაგრამ ყველა ანუ სასწაული არ ვიცი რამდენად არის, მაგრამ ჩემთვის იყო სასწაული, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი მინდოდა. თქვენს ცხოვრებაში ყოფილა რაიმე ფაქტი, რასაც სასწაულს დაარქმევდით? კი, სასწაული იყო ეს ნამდვილად, რომ ურეკში ვიყავით ზღვაზე ოჯახთან ერთად და 4 ბიჭი, 5 ბიჭი შემოვიდნენ ზღვაზე და ერთ-ერთს ეკეთა მედალიონი ვერცხლის. და ოჯახის წევრებს უთხარი, რომ
მეთქი ახლა ის ბიჭი დაკარგავს თქო და ამას მე ვიპოვნი თქო რა. რასამ იმას ქნეს რა ქვია, გაუკვირდათ. და ზუსტად ეგრე მოხდა რა. ის ბიჭები დაიწყეს ღლაბუცი რაღაცა ზღვაში და ეს გაუწყდა ის რა ქვია და ჩაუვარდა წყალში და ის ბიჭები რო წავიდნენ, მე მოუწევდნენ და ნახე და მე ვეძებე ის ბიჭები ვერ ვნახე რა და რა ვიცი თუ ეხლა თქვენი იმის საშუალებით შეიძლება სახში მაქვს ის медаლიონი. და თუ გამომეხმაურება ან რაღაცა, რა ვიცი, დაუბრუნებ პატრონს. და მე მაინც სასაული მოხდა. საიდან მოვიდა ეს აზრი თქვენს გონებაში რომ დაკარგავდა? არ ვიცი, აი რომ მოვიდნენ რაღაცნაირად ესე უთხარი ოჯახის წევრებს და ზუსტად ესე მოხდა. რამე იგრძენით? კი, აი ესეთი რაღაც რა. ეს პირველი შემთხვევა იყო თუ ხშირად გაქვთ ესეთი შეგრძნებები? ესეთი რაღაცები მქონდა, ერთხელ მოხდა მანქანით მივდიოდი და ბიძაშვილს სვეჯექი მანქანაში და მეთქი ჩქარა გადითორე ავარია მოხდება თქო რა. გავვედით და ავარიაც მოხდა ნამდვილად. ესეთი რაღაცები არის ხოლმე ხანდახან. საულების თუ გჯერათ? კი. რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში ისეთი, რასაც სასწაულს დაარქმევდით? გადავრჩი 2 თვის წინ. რა მოხდა აბა? გაზეთ მოვიწამლე და სასწაულებრივად გადავრჩი ნამდვილად სასწაული იყო. უცებ მოვფხიზლდი და გავაღე კარი. ოღონდ ეს არ მახსოვს. და სასწაულია ის რომ არ დაიხურა ქარში თან ისეთ ადგილას ცხოვრობ რომ სულ ქარია. ამიტომ შეიძლება ითქვას რომ სასწაულია, არ ვიცი ესე ბჭყალებში. კარგი, გილოცავ რომ გადარჩი. სასწაულების გჯერათ? კი. მაგალითად რა სასწაული მოხდა თქვენს ცხოვრებაში? ეს გავიცანი წლის დასაწყისში. 2025 წლის. კი, სასწავლო წლის დასაწყისში. შეყვარებულები ხართ? რამდენი წლის ხართ? 16-15. რა ქვია? ელენე. ანუ შენი ცხოვრების სასწაული არის ელენე? დიახ. შენ რა ქვია? ლაზარი. შენი ცხოვრების სასწაული ვინ არის?